საწვავის ხარისხი და მიმართულებით გამკაცრებული კონტროლი მნიშვნელოვანი საკითხია როგორც გარემოს დაცვის, ისე მომხმარებლებისთვის განსაკუთრებით უსაფრთხოების კუთხით. გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა გასული წლის ბოლოს ქვეყნის მასშტაბით საწვავის ხარისხის მონიტორინგი ჩაატარა. შემოწმებული 85 ნიმუშიდან დადგინდა, რომ ბენზინის ყველა ნიმუში სტანდარტს აკმაყოფილებს, ხოლო დიზელის შემთხვევაში დარღვევა 13 ცენტში გამოვლინდა. რამდენად ხშირია საწვავის ხარისხთან დაკავშირებული დარღვევები საქართველოში და რა სახის პრობლემები ფიქსირდება ყველაზე ხშირად. ასევე რამდენად ეფექტიანია არსებული კონტროლის მექანიზმები და რა ნაბიჯები გეგმება იმისთვის, რომ ბაზარზე უხარისხო საწვავი არ მოხდეს. თემაზე ვრცლად სტუმართან გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილესთან ტარიელ ირემაძესთან ერთად ვისაუბრეთ. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. თავდაპირველად აი ამ მონიტორინგის შედეგების შესახებ რომ მივაწოდოთ მაყურებელს გარკვეულწილად ინფორმაცია კი ჰქონდა ჩვენს მაყურებელს, თუმცა უფრო ვრცლად რომ გითხრათ, რა ტიპის მონიტორინგის შედეგებზეა საუბარი, რა პერიოდულობით ატარებთ ამ კვლევებს და რა მე ხა მაყურებელს გავაცანი რა მაჩვენებლების ეს რა დასკვნის გაკეთების საფუძველს იძლევა. საგანგაშოა თუ ეს არ არის ისეთი სურათი, რომ დაუშვათ თქვათ, რომ რეალურად საქართველოში არსებული საწვავი სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. მივესალმებით თქვენს მაყურებელს და მადლობა მოწვევისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი თემაა, ძალიან აქტუალური თემაა, გამომდინარე იქიდან, რომ საწვავის ხარისხის კონტროლი და საწვავის ხარისხი ზოგადად ფართო მასებს საქართველოში ხშირ შემთხვევაში აინტერესებთ და ეს კითხვა ძალიან ხშირად ისმის. რაც შეეხება გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს და თუ რა როლი აქვს ზოგადად კონტროლში ჩვენს დეპარტამენტს, თქვენ იცით, რომ ყოველწლიურად დეპარტამენტი გაუფრთხილებლად ცხადია რამდენიმეჯერ წელიწადში ახორციელებს საქართველოს ყველა რეგიონში, მათ შორის დედაქალაქშიც, როგორც ბრენდირებული, ასევე არაბრენდირებული ავტოგასამართი და ბენზოგასამართი სადგურების შემოწმებას სხვადასხვა კომპონენტზე, აქ იგულისხმება ქიმიური კომპონენტები. ბოლო დროს ჩატარებული კვლევების საფუძველზე, რაც ჩვენ დეპარტამენტის მხრიდან განხორციელდა, ეს გახდათ მთელი საქართველოს მასშტაბით, სადაც ჯამურად მოხდა 85 სინჯის აღება, საიდანაც, როგორც თქვენ ახსენეთ, 65 გახდათ დიზელი და თუ დიზელი ზოგადად რატომ არის რაოდენობრივად მეტი სინჯებში და რატომ ბენზინი ნაკლები, ამასაც თავისი ლოგიკა აქვს და გადაცემის განმავლობაში ავხსნი ლაკონურად. რაც შეეხება შედეგების თვალსაზრისით, ბენზინის ნაწილში საბედნიეროდ არ გამოვლინდა ხარვეზები, ისეთი ქიმიური დამაზიანებელი ნივთიერებების ჯანმრთელობისთვის, როგორც არის მაგალითისათვის ტყვია და ეს ხშირ შემთხვევაში საზოგადოებას ძალიან აინტერესებს და გამოთქვამს ხოლმე წუხილებს ამ მიმართულებით, საბედნიეროდ ჩვენი კვლევებით ბოლოს დაფიქსირებული, რომელიც ლაბორატორიამ აკრედიტებულმა ჩაატარა ბენზინი ესე თქვათ დამაზიანებელ ნივთიერებებს არ შეიცავს ჯანმრთელობის. სანამ გააგრძელებს ამას, რა პროდუქტები შეამოწმეთ ბენზინის შემთხვევაში, ან ვისი შეამოწმეთ, ასე ვიკითხავ მაშინ. დაუშვათ რა პრინციპით იღებთ გადაწყვეტილებას, რომ შემოწმდეს რომელიმე X კომპანიის პროდუქტი, თუ დაუშვათ ბენზინგასამართ სადგურიდან იღებთ, საიდან იღებთ, ანუ ნავთობაზიდან, თუ აი როგორ რა პრინციპით იღებთ გადაწყვეტილებას, იმიტომ რომ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, შესაბამისად დასკვნის გაკეთების საფუძველსაც უფრო უკეთო. ნამდვილად გეთანხმებით. ნამდვილად ობიექტურია ეს შედეგი ამის. ცხადია, გეთანხმებით ობიექტურობასთან აქ შემოდის ასევე კომპეტენციის საკითხი და ზოგადად შერჩევითობა ძალიან მნიშვნელოვანია ესეთ საკითხებზე. გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტს აქვს შემუშავებული რისკების ანალიზის მეთოდოლოგია, რომელიც მიესადაგება ნებისმიერ რეგულირების ობიექტს, რომელიც ჩვენ ესე ვთქვათ საზედამხედველო ქოლგის ქვეშ შემოდის. აქ ეს არ ეხება მხოლოდ და მხოლოდ ბენზოგასამართ სადგურებს, ეს ეხება ასევე პოტენციურ ჰაერის დამბიძურებელ საწარმოებს და ზოგადად ნებისმიერი ტიპის საქმიანობას, რომელიც შემოდის ჩვენს საზედამხედველო კომპეტენციაში. ამ შემთხვევაში დაუბრუნდები თქვენ შეკითხვას და გიპასუხებთ, რომ აი ამ ესე ვთქვათ მეთოდოლოგიით, რომელიც მათ შორის არის საჯარო ინტერესის და საფუძველზე შეირჩა კომპანიები, რომელიც გახლავთ მე ვახსენეთ დასაწყისში, როგორც ბრენდირებული ცნობადი საზოგადოებისთვის კომპანიები, ასევე არაბრენდირებული ნაკლებად ცნობადი, გამომდინარე აქედან ეს ესე ვთქვათ შედეგები და ანალიზი გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, ასევე პირველ კითხვას დაუბრუნდები, რომ ეს ესე ვთქვათ შედეგები იყოს განზოგადებული და მოგვცეს გარკვეული სურათი დღეს საქართველოში, როგორც ბენზინის ხარისხის მიმართულებით, ასევე დიზელის მიმართულებით. ჩვენ
თქვით რომ ბენზინის შემთხვევაში დარღვევები არ გამოვლინდა, რასაც სამწუხაროდ ვერ ვიტყვით დიზელის შემთხვევაში, სადაც თქვენ ახსენეთ დასაწყისში რომ 13 წინში იყო გარკვეული პრობლემატიკა. ეს პრობლემატიკა ძირითადად გამოწვეული იყო ორი მიმართულებით. პირველი ეს გახდათ გარკვეულ სინჯებში გოგირდის შემცველობის ესე ვთქვათ კოეფიციენტის მომატება გარკვეულ სინჯებში, რაც დარღვევას წარმოადგენს და მეორე ეს გახლავთ აფეთქების ტემპერატურის მაჩვენებლის დარღვევა, რომელიც ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის ხშირად პრობლემის წარმომქმნელია ხოლმე. ეს გახდათ დიზელის მიმართულებით, რაც ბოლო წლებში მათ შორის განმეორდა დიზელის შემთხვევაში, რასაც ვერ ვიტყვით ბენზინზე. აქედან გამომდინარე, ჩვენ მაქსიმალურად დეპარტამენტმა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დიზელის სინჯები ყოფილიყო ბევრად უფრო ესე ვთქვათ მეტი ამ შემთხვევაში კონკრეტული კვლევის საფუძველზე, რომ აღმოგვეჩინა თუ სხვაგანაც თუ იყო გარკვეული ესე ვთქვათ პრობლემატიკა, რაც საბოლოო ესე ვთქვათ გრძელვადი ამ პერსპექტივაში მოგცემდა გარკვეული დასკვნების გაკეთებას და მოკლედ დავამატებ ამ ნაწილში, რომ ჩვენ როცა გავაანალიზეთ ბოლო 5 წლის სტატისტიკა აღნიშნული საწვავის კვლევების, დავინახეთ დინამიკა საზოგადოებისთვისაც საინტერესო იქნება და ტენდენცია, რომ მათ შორის როგორც ბენზინის ასევე დიზელის შემთხვევაში ნაკლებობა შეინიშნებოდა დარღვევების, მაგალითისათვის დღეს თუ ბოლო კვლევებით არის 13 წინში, გასულ წელს ეს ციფრი ბევრად უფრო მაღალი იყო. აქ დამნიშნულოვანი ნაწილია ეს 13 სინჯი, რომელიც დაუშვათ დარღვევა, სადაც არის გამოვლენილი ამ შემთხვევაში. რიცხვი თვითონ საგანგაშოა თუ დაუშვათ არ არის ისეთი მასშტაბის, რომელზეც განსაკუთრებულად უნდა ვთქვათ, რომ სერიოზული პრობლემა გვაქვს. აქ გვაქვს ორი მიდგომა, უნდა გქონდეს უпростоრად ორი მიდგომა. გულისხმობთ იმას, რომ ჩვენ არ უნდა შევხედოთ რიცხვი გვაძლევს იმის საშუალებას თუ რამდენ ესე ვთქვათ ბიზნეს ოპერატორთან შესაძლოა იყოს გარკვეული პრობლემები. რა თქმა უნდა, ეს გარკვეული ინფორმაციის მომცემია, თუმცა მნიშვნელოვანი აქცენტი უნდა გაკეთდეს დარღვევების შინაარსობრივ მხარეზე და სპეციფიკაზე. რაც გულისხმობს იმას, რომ დღეს თუ ორი ტიპის პრობლემატიკა იკვეთება დიზელში, ეს არის გოგირდის შემცველობა მაღალი და მეორე აფეთქების ტემპერატურა, ეს არ არის საგანგაშო მდგომარეობა, გამომდინარე იქიდან, რომ ეს არ არის მნიშვნელოვანი ზიანის მომტანი და მომხდენი გარემო პირობებზე და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანის ჯანმრთელობაზე. აქედან გამომდინარე საკმაოდ ღიად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს საქართველოში არსებული ბენზინი, რომელიც რეალიზება ხდება ადგილობრივ ბაზარზე, აკმაყოფილებს სრულად ევრო 5 სტანდარტებს და ის მცირე პროცედურული დარღვევები, რომელიც ჩვენი მხრიდან იყო, ეს არ შეიძლება ჩაითვალოს ამ შემთხვევაში საგანგაშოდ, თუმცა რა თქმა უნდა, საჯარიმო სანქციები ითვალისწინებს არსებული დარღვევები და ჩვენი მხრიდან ესე ვთქვათ, ეს ყველაფერი, რაც აკუმულირდა მონეტარულად და ფინანსურად მიაღწია დაახლოებით $1,000,000 ლარზე მეც, რომელიც შემდგომი განხილვისთვის სასამართლოებს გადაეცა და რა თქმა უნდა, იქნება ანუ ამაზე სასამართლო დავა მიმდინარეობს, კი ბატონო. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია თვითონ მას შემდეგ რაც დაუშვათ მონიტორინგის პრინციპი ამოქმედა დაუშვათ თქვენი დეპარტამენტის მხრიდან სტატისტიკურად როგორი სურათი გვაქვს გააუმჯობესეს ბიზნეს ოპერატორებმა დაუშვათ მათ ხელთ არსებული პროდუქციის ხარისხი, ანუ უფრო ზუსტი იქნება თუ ვიტყვი სტანდარტებს თუ შეუსაბამებს, ბუნებრივია და თვითონ ეს სტანდარტები რამდენად შეესაბამება მათ შორის იგივე ევროკავშირის სტანდარტებს, იმიტომ რომ გარემოს დაცვითი მიმართულებით ჩვენ ძალიან ბევრი ვალდებულება გვაქვს, თუნდაც ავსტრიების შეთანხმებით ნაკისრი და პასუხისმგებლობა გვაქვს ამ კუთხით ძალიან ბევრი საკითხი აღებული, სწორედ ამის გათვალისწინებით გითხრობ, ეს შესაბამისობაშია ევროკავშირის სტანდარტებთან, მათ შორის ის მეთოდოლოგია, რომლითაც ხელმძღვანელობთ ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღების პროცესში? საკმაოდ საინტერესო კითხვა, გიპასუხებთ მოკლედ და გეტყვით იმას, რომ წლების განმავლობაში სამწუხაროდ გარკვეული ესე ვთქვათ სამართლებრივი ჩარჩოები არ იყო დახვეწილი, თუმცა საბედნიეროდ რამდენიმე წლის წინ საქართველოს მთავრობამ ამ კუთხითაც საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, მათ შორის ასოცირების ხელშეკრულებაში არსებული ნაკისრი ვალდებულების შესრულება საკმაოდ პროაქტიურად დაიწყო. ეს მიანიშნებდა იმას, რომ 2023 წელს უკვე საქართველოს ავტომატურად ევრო 5 სტანდარტი სრულად დაინერგა ქვეყანაში, რაც მათ შორის საწვავის ნაწილში გულისხმობდა იმას, რომ საქართველოში უნდა შემოსულიყო და დღესაც ეს გრძელდება საწვავი როგორც ბენზინის ასევე დიზელის ნაწილში, რომელიც შეესაბამება
აბამება სწორედ იმ ესე ვთქვათ თამასას და სტანდარტებს ხარისხობრივად, რაც დაწესებულია, რასაც აწესებს ევროხუთის სტანდარტი. დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ესე ვთქვათ რეგულაცია საკმაოდ კარგად მუშაობს და ამას ადასტურებს მათ შორის ჩვენი ესე ვთქვათ საზედამხედველო შედეგები და მეორე ნაწილი ეს გახდათ ასევე ავტოსატრანსპორტო საშუალებების იმპორტის მხრიდან მიღებული გადაწყვეტილება, იმპორტის კუთხით მიღებული გადაწყვეტილება, რაც გულისხმობდა მათ შორის ავტოპარკის განსახებას და ეს ახალი გადაწყვეტილებას, რომელიც ესე ვთქვათ განახლდა თქვენ კარგად იცით და საზოგადოებამ, რომელიც საქართველოს მთავრობამ მიიღო. თუმცა ამ ნაწილში ძალიან ბევრი დავა, რამდენად სწორი გადაწყვეტილება და აუცილებლად კითხავ მაშინ რადგან თქვენ თო შეეხეთ, აქ მათ შორის ავტოიმპორტერები პირდაპირ ამავე ეთერში დასვეს ესეთი პრობლემა. რეალურად თუ ჩვენ გვაქვს ამბიცია და გვაქვს გასაგებია რომ საქართველოში შემოსული ავტომობილი უკვე ხარისხობრივად მათ შორის გარემოს დაცვითი მიმართულებით რაიმე ტიპის პრობლემას არ უნდა ქმნიდეს. რეალურად როდესაც ადამიანს ყიდვა უნდა, ვერ იყიდის საზღვარგარეთ, მაგრამ იყიდის ადგილობრივ ბაზარზე, სადაც უკვე არსებული მანქანების უდიდესი ნაწილი არის დაუშვათ 6 წელზე მეტი ასაკის და შესაბამისად, აი ამ მიმართულებით რეალურად რამდენად ვაუმჯობესებთ, ანუ იმ თავარ მიზანს, რომ გარემოს დაცვითი კუთხით სერიოზული პრობლემა არ ქონდეს, იმ მიზანს რამდენად პასუხობს, იმიტომ რომ მოქალაქეთა მხოლოდ სტატისტიკურად ავტომობილები ამბობენ, ავტომობილთა იმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარე ბრძანდებოდა ამ ეთერში, ის მიიჩნევს, რომ მაგალითად საქსტატის მონაცემებით ასეთი მანქანების შემოყვანა რეალურად საქართველოს მოქალაქეებიდან 5%-ზე ოდნავ მეს თუ შეუძლია. აი ამ მოცემულობაში რამდენად სწორი და ადეკვატურია ის გადაწყვეტილება, ანუ ადეკვატური იმ გაგებით რამდენად პასუხობს იმ თავარ მიზანს, რომელიც თქვენ გაქვთ დასახული. მესმის კითხვა აბსოლუტურად, მე შემიძლია ჩემი კომპეტენციის ფარგლებში რა თქმა უნდა, გარემოს დაცვითი თვალსაზრისით ეს არის აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება, გამომდინარე იქიდან, რომ ეს თქვენ რა ესე ვთქვათ კომპონენტების ჩამოთვალეთ ადგილობრივ დონეზე გულისხმობ იმას, რომ მოქალაქე შეუძლია 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილი ადგილობრივ ბაზარზე შეიძინოს. რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება არ გულისხმობს მხოლოდ იმპორტის თვალსაზრისით რეგულირების დაწესებას. თქვენ იცით, რომ უკვე საქართველოში რამდენიმე წელია აქტიურია ნაციონალურ ეროვნულ დონეზე რამდენიმე რეგულაცია, რომელიც მათ შორის არეგულირებს იმას, რომ ადგილობრივ ბაზარზე, ადგილობრივ დონეზე არსებული სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც ქალაქებში გადაადგილდებიან, არ ქონდეთ გამონაბოლქვი. აქ რამდენიმე კომპონენტი შემოდის, მუშაობს ავტოტექდათვალიერების ცენტრები აქტიურად, ასევე მუშაობს გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, რომელიც საქართველოს 4 დიდ თვითმმართველ ქალაქში ამოწმებს ხილულ გამონაბოლქვს და ჩვენ იცით, რომ ძალიან კარგი შედეგები გვაქვს ამ მიმართულებით, ასევე საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა იმ კუთხით, რომ აგრძალა და შეზღუდა მნიშვნელოვან ნაწილში ექსპორტი ეგრეთ წოდებული კატალიზატორების, რომელიც ძალიან ყბადაღებული თემა იყო წლების განმავლობაში და იყო ძირითადი პრობლემა გამონაბოლქვის სისტემის მოშლის ავტომობილში, რამაც ჩააქრო ეს ესე ვთქვათ მავნე ეკონომიკური პრაქტიკა იმისა, რომ გაყიდულიყო საზღვარგარეთ აღნიშნული ესე ვთქვათ ნაწილები, რომელიც ავტომობილის წყობრიდან გამოიყვანდა და ეს ყველაფერი ერთობლიობა მოგცა ის, რომ გარემოზე ესე ვთქვათ ზიანი და ზემოქმედება შემცირდა და ატმოსფერულ ჰაერს გარკვეულწილად დავეხმარეთ, რომ გაჯანსაღდეს მნიშვნელოვანწილად დიდ ქალაქებში. კი ბატონო, და ჩვენი საუბრის ბოლოს რა გეგმები გაქვთ ამ მიმართულებით, რომ რაც შეიძლება მეტი მონიტორინგი გქონდეთ, რაც შეიძლება მეტი შემოწმება, თუ აი როგორ უნდა მივახციოთ საბოლოოდ ისეთ სურათს, რომ მეტ-ნაკლებად ერთ დღეს შეგვეძლოს მე ეს თქვენს და განსაკუთრებით სახელმწიფოს იმის თქმა, რომ რეალურად საქართველოში ამ კუთხით, გარემოს დაბეჭდურების კუთხით, ავტომობილების საწვავის ხარისხი თუ დიზელის არ არის ისეთი სტანდარტის, რომ რაიმე მნიშვნელოვან გავლენას ახდენდეს ჩვენ ჯანმრთელობას. ჯანმრთელობას ყოველ შემთხვევაში მოახდენს გავლენას, იმიტომ რომ ასეთი საწვავის ბუნება, თუმცა მთლიანობაში სტანდარტების მიხედვით რამდენად შეგვეძლება ამ კუთხით ვიმშელოთ. ნამდვილად მართალი ბრძანდებით, გამომდინარე სტანდარტებიდან ჩვენ უნდა ვიხელმძღვანელოთ არსებული რეგულაციებით და მაქსიმალურად საზოგადოებას ვიმოწოდოთ სწორი ინფორმაცია ჩვენი კომპეტენციების ფარგლებში. ამ შემთხვევაში გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტს საკმაოდ დიდი როლი აქვს და მე გეტყვით, რომ ჩვენ მიმდინარე წელს 2026 წელს საკმაოდ მასშტაბური ინსპექტირებები და პატრულებები გვაქვს დაგეგმილი წლის განმავლობაში.
მათ შორის ჰაერის მიმართულებითაც გამომდინარე იქიდან რომ ჩვენი ესე ვთქვათ საქმიანობა შედარებით სპეციფიკურია გულისხმობ იმას რომ ძირითადად ბიზნეს ოპერატორებსა და წინას არ ატყობინებთ ხოლმე ბიზნეს ოპერატორებს აქ მივდიოდი სწორედ არ ვატყობინებთ და გამომდინარე აქედან მე არ მინდა ესე ვთქვათ ეთერში გავაჟღერო თუ რა რაოდენობის ესე ვთქვათ შემოწმებები ჩატარდება წელს თუმცა მინდა გითხრათ რომ ეს პროცესი კიდევ უფრო გაძლიერებული იქნება ზოგადად რომ ვთქვათ და მათ შორის არა მხოლოდ შემოწმებების ნაწილი ასევე პატრულირების ნაწილი უშუალოდ გზებზე იქნება საკმაოდ გამკაცრებული და მათ შორის მოხდება დეპარტამენტის გადაიარაღება და ეკიპაჟების გაძლიერება საქართველოს სრული მასშტაბით. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. კვლავ სიამოვნებით გიმასპინძლებთ ამ აქტუალურ თემებზე სასაუბროთ. დაუშვათ გარკვეული პერიოდის განმავლობაში უკვე მეტნაკლებად შედეგი გექნებათ თუნდაც საწვავის მიმართულებით. ტარიელი ირემაძე იყო ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერის სტუმარი.